ჩვენ უკვე გავიარეთ რეგისტრაცია საიტზე, მოდით დავიწყოთ მუშაობა. როგორც ხედავთ, საშუალებას გვაძლევს შევქმნათ სხვადასხვა ტიპის რესურსი, ეს იქნება პრეზენტაცია, ინტერაქტიული სურათები, ვიდეო პრეზენტაცია. მოგედით ამ ეტაპზე ვსიჯოთ პრეზენტაციის შექმნა. ამისათვის ვაწვევით პრეზენტაციის შექმნას. გვაქვს თემატურად დალაგებული პრეზენტაციის შაბლონები. ჩვენ შემთხვევაში მაგალითად შეგვიძლია ავირჩიოთ განათლება და გვაჩვენებს შესაბამის თემატურ შაბლონებს. იმისათვის რომ დრო არ დავკარგოთ დათვალიერებისა, შეგვიძლია პირდაპირ ჩავთოთ უფასო ვერსია, რადგან ტემპლეიტები, რომლებსაც აქვთ ვარსკვლავი, ესე ფასიანი ვერსიები, ავირჩიოთ აი ამ ჩვენი, ესე ვთქვათ, შემოთავაზებული ტემპლეიტებიდან ერთ-ერთი, მაგალითად მე ავირჩევ აი ამ ტემპლეიტს, ვაძკაპონებ ერთხელ, აუცილებლად დამათვალიერებინებს ტემპლეიტს, ანუ როგორ გამოიყურება ეს ჩემი, ესე ვთქვათ, ამ შემთხვევაში ჩემს მიერ არჩეული ნოუთბუქის ქვიზი, აი შემიძლია გადავათვალიერო გვერდები, ძალიან ლამაზად როგორც ხედავთ, იჭრება ეს გვერდები და სიტყვაზე მე მომხიბლა ამ პრეზენტაციამ, ასევე შემიძლია შევცვალო ფერთა პალიტრა, მაგალითად გავაკეთო წითელ და იასამნის ფერებში ტექსტები და თუ ეს ჩემს მიერ არჩეული ტემპლეიტი აკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნებს, უბრალოდ დავაწვევი use this template. ცოტა დრო დაჭირდება მის ჩატვირთვას. როგორც ხედავთ, ჩემი შაბლონი ჩაიტვირთა, მაჩვენებს აი ეგრე გვერდებს, გვერდით მაქვს გვერდების ჩამონათვალი, სადაც მე შემიძლია საჭიროების შემთხვევაში დავაკოპირო, წავშალო ან დავმალო რომელიმე სლაიდი. ძალიან გავს PowerPoint-ს. რა თქმა უნდა, ფაილს სჭირდება გარკვეული სახელწოდება, მაგალითად დავარქმევ ტესტი, ხო? და შესაბამისად სახელწოდება იქნება უკვე ჩემ ფაილს. ყურადღებას გავამახვილებ მარცხენა მხარეს ჩვენი ხელსაწყოების ღილაკებზე. ამ ეტაპზე გააქტიურებული არის ბოლო ღილაკი, რომელსაც ქვია page და შესაბამისად ჩანს ჩვენი სლაიდების გვერდები. გარდა ამისა, გვაქვს ტექსტის გრაფა, საიდან ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი ტექსტის ტიპი, საკმაოდ დიდი არჩევანი მაქვს იმისათვის, რომ საინტერესო პრეზენტაცია შევქმნა. როდესაც აწკაპუნებთ ტექსტის გრაფაში, ზედა პანელში ჩნდება ტექსტის შესაბამისი ღილაკების პანელი, რომელთა საშუალებით მე შემიძლია ძალიან მარტივად დავაფორმატო ჩემს მიერ აკრეფილი ტექსტი, მაგალითად დავაწეროთ. შემიძლია შრიფტების ზომის შეცვლა, აი როგორც ხედავთ, შემიძლია 16 გავაკეთო. შემიძლია ამ ტექსტის გადაადგილება, შემიძლია ფერის შეცვლა, მაგალითად წითელ ფერს გავაკეთებ, გასუქება, ტექსტის დაფორმატება და ასე შემდეგ. გარდა ამისა, მე შემიძლია აქ გარკვეული ეფექტები დავამატო, ანუ როგორ შემოვიდეს მაგალითად ტექსტი სლაიდზე, როგორი მოქმედებებით შემოვიდეს, მაგალითად შემოვიდეს გვერდიდან, პაუზით შემოვიდეს, დატრიალდეს და ასე შემდეგ. აქ უკვე თქვენ თვითონ უნდა მოსინჯოთ, რომელი ეფექტი თქვენთვის უფრო მისაღები იქნება. შემდეგი ღილაკი არის სურათების შემოტანა, გვთავაზობს რამოდენიმე ხერხს, შეგვიძლია სურათი შემოვიტანოთ ჩვენი კომპიუტერიდან, URL მისამართით, შეგვიძლია შემოვიტანოთ აქ არსებული ბიბლიოთეკა და თითოეულ განყოფილებას აქვს ღილაკი show more, სადაც გაჩვენებთ უფრო მეტ სურათების გალერეას და ასევე ძიების ვერითაც შეგიძლიათ თემატურად ეძებოთ თქვენთვის სასურველი სურათი, საკმაოდ დიდი ბიბლიოთეკა არის. ღილაკი დავბრუნდები. ასევე არის აი კიდევ ერთი ესე ვთქვათ ბიბლიოთეკა სურათების, ასევე გამოყენებული არის უფასო სერვისი არის Pixabay, რომლითაც შეგვიძლია ასევე შემოვიტანოთ სხვადასხვა ტიპის სურათები. არსებობს ასევე GIF-ის ტიპის სურათები, მაგალითად show more-ს თუ დავაწვევი, აქ გვაქვს GIF-ები და შესაბამისად შეგვიძლია ეს ნებისმიერ ესეთი GIF-ი შემოვიტანოთ ჩვენს ესე ვთქვათ პრეზენტაციაში. ღილაკი დავბრუნდები და ასევე გამოვიყავთ ელექტრონული ღრუბლები, ამ შემთხვევაში გვაძლევს Google Drive და Dropbox-ის გამოყენების უფლებას.
ქვევით არსებული პანელის საშუალებით მე შემიძლია გადავიდე შემდეგ სლაიდზე და მოდი განვიხილოთ შემდეგი ჩვენი ღილაკი. როგორც ხედავთ, აქ გვაქვს ასევე აიქონები და იგივე პრინციპია, show more-ის დაწყაპუნებისას უფრო მეტი აიქონი გამოჩნდება, შეიფები, ანუ ფიგურები, გრაფიკები და დიაგრამები, ხაზები და ეგრეთ წოდებული ისრები, თავად გენიალის ბიბლიოთეკის ილუსტრაციები თან მარტივად ხდება ნებისმიერი ობიექტის გადმოტანა სამუშაო არეზე, საჭირო არის მხოლოდ ერთი დაწყაპუნება და როგორც ხედავთ, გადმოვიდა ჩვენი ესე ვთქვათ სურათი სამუშაო არეში. ასევე გვაქვს, აი აქ ნახეთ, რუქებს ერთი წკაპით ხდება აქაც გადმოტანა კონკრეტული რუქის, მაგალითად ეს რუქამინდა გადმოვიტანო და როგორც ხედავთ, აი უპრობლემოდ გადმოვიდა. აქაც ვრცელდება იგივე ფუნქცია, ეს ეფექტების გაკეთება, რაც ტექსტში ავღნიშნეთ. შემდეგ არის ინტერაქტიული ელემენტები, ეს არის სხვადასხვა ტიპის ღილაკები, აი კიდევ ღილაკები, მარკერები, ნახეთ, სოციალური ქსელის ნიშნულები და ციფრები. შემდეგ გვაქვს ეგრეთ წოდებული ინფოგრაფიკები, რომელთა შემდგომი დამუშავება შესაძლებელია, ანუ თუ არჩევთ რომელიმე ინფოგრაფიკას, რიცხვების ცვლილება და ტექსტების ცვლილება შიგნით შესაძლებელია ნებისმიერ დროს. ასევე გვაქვს insert ღილაკი, აქ არის ფუნქციები, რომლებიც არის ფასიანი, მაგალითად ეს ფასიანი ვერსია, ხმის ჩაწერა ამ შემთხვევაში არ არის ფასიანი, ასევე შეგვიძლია ესე ვთქვათ ვიდეოების შემოტანა, მაგალითად YouTube-დან ან Google Drive-დან. ასევე შეგვიძლია უკანა ფონის შეცვლა, მაგალითად სადაც გვაქვს ჩაწყაპუნებული, ამიტომ მოგხდეთ ჩაწყაპუნებული და ფერის შეცვლა, როგორც ვთქვათ, აი აისახა. შემდეგ რაც გვაქვს, უკვე არის პეიჯები, შესაბამისად ყველა ღილაკი უკვე გამოვიდა.